მოგესალმებით ქართული TV-ს ეთერიდან. თქვენ უსქერთ გადაცემას ცოდნის სკივრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარანა აბაშიძე. გადაცემის ნახვის სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ეს ყოველ ხუთშაბათს 10 საათზე ნახოთ, მაგრამ განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. წარვადგენ სტუმარს მიხდება ხშირად განმეორება, რომ არ არის სტუმარი. ძალიან კარგი მეგობარია ჩემი, ძალიან საიმედო მეგობარი ლაზარე ზაქარიაძე, რომელსაც დღესაც დამტკიცა მეგობრობა. ჩემე ლაზარე წინა გადაცემის დროს მოხდა რაღაცა ესეთი, მე და შენი ეთერი რო იყო. მაშინ მოხდა ესეთი რაღაც, რომ ჩვენ გინდა მის ხარის ვინც გინდოდა ყოფილიყავ. ესეთი კითხვა. კი. გახსოვს ხო იყო ესეთი კითხვა და ლაზარეს პასუხი იყო მეგობრებო ესეთი რომ მთავარია რომ ადამიანი გამოხვიდეო. ეგრევე გამახსენდა იმის სიტყვები კანტის. რა არის ადამიანი ეს კითხვა რო დასვა? ეს დასვა კანტმა. ლაზარე საოცარი რამ მოხდა გადის ისა რამდენიმე დღე და მივარდება ესეთი სტატია ხელში. ეს უნდა წავიკითხო. შენი სიტყვებია მთავარიაო პირველ რიგში ადამიანი გამოხვიდეო და მერე უკვე ყველაფერი შეიძლება თუ კი ადამიანი ხარ. და ეხლა უყურე ლაზარე ამან გამოოგნა ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. მის სკოლაში სამუშაოდ მიწვეულ პედაგოგებს ყველა შემთხვევაში ესე იგი ყველა პედაგოგს ყველა მათგანს უგზავნიდა წერილს. და რა შინაარსის იყო ეს წერილი ლაზარე? და ეგრევე გამახსენდი შენ და ცოტა გვიანი იყო და ვერ დაგირეკავდი მე თვითონ ხო იცი რა დროს სკოლის დირექტორი სკოლის დირექტორი რომელსაც უნდა მიეღო პედაგოგი სამუშაოდ თავისთან და ჩააბარებდა ბავშვებს აი ამ პედაგოგებს უგზავნიდა წერილს ლაზარე და რა შინაარსის იყო ახლა ეს წერილი 50 წლის წინ გერმანიაში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი მის სკოლაში სამუშაოდ ყველა პედაგოგს მიწვეულ ყველა პედაგოგს უგზავნიდა წერილს ხო პატივცემულო პედაგოგო ასეთი შინაარსის იყო ესა მე გადავურჩი კონცლაგერს ჩემი თვალით ვნახე ის რაც არც ერთმა ადამიანმა არ უნდა ნახოს ვხედავდი მეცნიერებს ინჟინრებს რომლებიც ქმნიდნენ გაზის კამერებს როგორ ატარებდნენ საშინელ ცდებს ბავშვებზე ეს განსწავლული ხალხი განათლებული როგორ აგზავნიდნენ კარგად განათლებული უმაღლესი სასწავლების კურსდამთავრებულები კრემატორიუმში ბავშვებსა და ქალებს დიახ სრულიად უდანაშაულო, მაგრამ რა დანაშაულო ქონოდა ხა ბავშვო კრემატორიუმში ხა სრულიად უდანაშაულო, ხა სულ არ არის აქ აღსანიშნავი. დიახ, ვნახე როგორ წამლავდნენ ბავშვებს კვალიფიციური ექიმები. ამიტომ აღარ მჯერა განათლების. მინდა გთხოვოთ დაეხმაროთ ბავშვებს მთავარში გახდნენ ადამიანები და ეხლა მითხარი მქონდა უფლება რომ უცბად ლაზარი არ დამდგომოდა თვალწინ ზუსტად წინა გადაცემაზე საუბრობდით ლაზარე ამ თემაზე ესე იგი გთხოვთო დამეხმაროთო დაეხმაროთ ბავშვებს რომ ისინი პირველ რიგში ადამიანებად ჩამოყალიბდნენ ეხლა ამაზე კარგი სურვილი გამორიცხულია, მაგაზე კარგი სურვილიც, დავალებაც.
ღირთიც პასუხი და მე შედეგის ხილვა ლაზარე ეს ყველაზე ის არის ხო და ასევე გამახსენდა რა კარგი პედაგოგი ყავდა მას ბავშვთა სახლის დირექტორად ვინც იყო იმას ხო გახსოვს კი წინა გადაცემაში ხო ისა ბეხტერევას რა პედაგოგები ყავდა მიუხედავად იმისა რომ ის იყო ბავშვთა სახლი და სულ არ ნუ ხა არავის არ ექნებოდა იმის პრეტენზია დაუშვათ რომ აი ესენი უნდა იყვნენ გადასარევი რა საკვირველია უნდა კონდეთ მაგრამ იღებს ვალდებულებას ამაზე ვინმე მით უმეტეს ბავშვთა სახლებში რომ აღზრდა იყოს პირველ რიგში ისა გათვალისწინებული და არა სხვა რამე გააქვს ლაზარე რამე აზრი მაგრამ ამან გამოუგნა ეს მოხდა ესე იგი ჩვენი შეხვედრიდან ნუ კანტზე ვილაპარაკეთ რომ ესე იგი ადამიანობაზე რა არის ადამიანი ხა კანტი რო იმის ძებნაში წავიდა ამ ქვეყნიდან რომ რა არის ადამიანი და ვერ გაარკვია და ჩვენ დაგვიტოვა ტვინის საჭყლედად წარმოიდგინე და უცბად ესე იგი ვაწყდები ამ სტატიას იმ ჩემს კივრში ხო ესეთი დირექტორის სკოლაში მეც ვიმუშავებდი მასწავლებლად შენ სიამოვნებით მიგიღებდნენ მგონი კი თანამოაზრეა ჩვენ კი ბატონო აბსოლუტურად ალბათ თვითონ მასწავლებელი სინამდვილეში არა იმხელა ჯვარია და იმხელა ტვირთი და პასუხისმგებლობა ეს იცი რა არის კი ჩვენ ზოგადად თქვათ ვამბობთ რომ ეს ლამის ტრაფარეტად იქცა რომ პედაგოგიეს მაგრამ სინამდვილეში წარმოიდგინე შენ ხარ შერჩეული პროფესიულად იმ ადამიანებს სწორედ რომელიც სხვა ადამიანის შინაგანში უნდა ჩაერიოს და თან რა ასაკში რას ანუ მის მოწმულობაში უნდა ჩავიდეს და უფაქის ანუ იუველირი ნეიროქირურგი უნდა იყოს ერთდროულად ფილიგრანულად მუშაობს ხო აი უზუსტეს იუველური სიზუსტე იქ არის მგრძნობიარე წერტილები რომელსაც შენ ეხები თქვათ და შედეგს მიიღებ დაგვიანებით იქნება თუ მალევე მაგრამ შედეგი იქნება გარდა მაგისა თუ კი შეცდომით შეეხე ის სამუდამოდ რჩება ადამიანში როგორც ჭრილობა რომელსაც ის ვერაცნობიერებს და ამავე დროს იმ ჭრილობის შეხორცებაც ძალიან რთულია თუ შეუძლებელი არა აი ერთი აზრი გაგვიჭირდა ხო იმიტომ რომ იქ თხელ სოილს ეხები უფაქიზეს ჯერ კიდევ ხო თოთოს ჩამოუყალიბებს ამიტომ ეს არის მე ვიტყოდი საფრთხო პროფესია საფრთხო და აი ღმერთის უპირველესი მე ვიტყოდი უპირველესი ღმერთისგან თუ არ ხარ მასწავლებელი არ არსებობს მასწავლებელი არ ხარ არ არსებობს გარდა მაგისა ჩვენ თქვით წინა საუბარში რომ ანუ სიმდაბლეს რომ ვამბობთ ჩვენ საერთოდ ცნებებმა და ტერმინებმა განიცადეს სერიოზული გაუფასურება იმიტომ რომ ყველაფერს ლაპარაკობს კი ბატონო დღეს ისე რომ არ ატარებს სიმდაბლე სინამდვილეში არის აი თქვა ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ხო როცა შენ გრძნობ ჩვენგან სიმდაბლეს პირველი თქვა ეს არაცნობიერ დონეზე კი ბატონო პირველ რიგში შენ გრძნობ რომ მე საყრდენი ვარ ანუ თქვა და შეგეშალა ამ მე შემეშალა რა ხო შეუცდომი ვინ არის ხდება რასაც შენ იცი რომ მე ამ დროს კი არ გავიწევი ეს არის სიმდაბლის არაცნობიერი განცდა არამედ პირიქით შემოგეხიდები რომ დაეხმარებოდი ბატონო და ბავშვს თუ ეს განცდა არ აქვს მასწავლებლისგან ის მასწავლებელს ემალება ის უმალავს ყველაზე მთავარს არა და ყველაზე მგრძნობიარე არსება არის ბავშვი თოთო არა იმას გრძნობიარე გრძნობს ხო ზუსტად ანუ ის გრძნობს რომ შენ მას ესასტიკები თქვათ სიმკაცრე კიდე სხვა სიმკაცრეა როდესაც შენ იცი ზუსტად რა არის საჭირო და ცდილობ ამ საჭიროში იმისთვის რა არის საჭირო და ამ საჭიროს ჩარჩოებში მოათავსო მისი ცნობიერი სამყარო ეს სიზუსტეს უკავშირდება მაგრამ არსებობს სისასტიკეც როცა შენ ისე ეხები რომ იმას
სამყარო ინგრება მისთვის. ლაზარე, მე არ დამავიწყდებ, აი დისერტაციისთვის რომ სკოლა დამჭირდა აუცილებლად, ისე არ გამაკარებდნენ სამეცნიერო საქმიანობას. მე რომ იქ წავედი, ჯერ პირველ დღეს რომ მივდიოდი, ხომ საერთოდ არ მეძინა მთელი ღამე, რომ მათთან შეხვედრა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ლაზარე, არ მეძინა შემდეგი ღამეები, რატომ? რით გავამრავალფეროვნო მათი ყოფა, მათი ცხოვრება. შემოვიღე მუსიკის გაკვეთილები და სენსანს ვასმენინებდი. სენსანს, აი ფირსაკრავით და იმით. მერე შემოვიღე ფიქრის გაკვეთილები ბუნებაში. ბავშვი არც ერთი, აი იყვნენ როგორიცი, ლაზარე, როგორ აკლია ის კადრები ჩემი მას ბიოგრაფიას და რატომ? იმიტომ რომ ეს ბავშვები, ეს წმინდა სახეები ბუნებაში ზიან ჩანთებზე, იმიტომ რომ მაინც კარგი ამინდი იყო, მაგრამ მაინც არ გაცივდნენ მეთქი და ჩანთებზე ვსვავდი. და აბსოლუტურად ყველა რო თავის სამყაროს იქმნიდა და აი ჭკვიანი სახეები სად იყო და ჭკვიანი თვალები სად იყო და პირველად რომ შევედი ლაზარე და ჩვენ შორის, ესე იგი ჩვენ შევხედეთ ერთმანეთს, შევაფასეთ და გაკვეთილის ბოლოს რომ ვიგრძენი მე რომ მე შენ გენდობი ბავშვის თვალებში, მე უკვე გამარჯვებული წამოვედი იქიდან. ხო. ეს არ არის პატარა ამბავი, ყველაზე ღირებულს, ყველაზე საჭიროს ეხები, ყველაზე ფაქიზს. გენდობი ნიშნავს ვიცი რომ გიყვარვარ. ხო, არა, ეგ არ ვიცოდი. არა, იმიტომ რომ აი სიმდაბლეს ეს შენეული განსაზღვრებაა? ხო, ხედვა უფრო განსაზღვრება არა, იცი რა. თუ შენ ჩემზე უპირატესად მიგაჩნია თავი, ეს ნიშნავს რომ შენ მე არ გიყვარვარ. იმიტომ რომ კარგი რაღაცაში უპირატესი ხარ თქვა, მაგრამ რაღაცაში ხო ვარ მე უპირატესი, არა? ის ხო აბალანსებს, ანუ ჩვენ თუ არა ვართ უპირატესობის განცდა მაინც უსიყვარულობა. და ბავშვი იმიტომ გენდობა რომ გძნობს რომ ამას თვალებში ვკითხულობდი, ლაზარე, რომ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ყველა მათგანი ცდილობდა რომ ცალ-ცალკე დამშვიდობებოდა და ყველა მათგანის თვალები მეუბნებოდა მე ჩემი ნდობა დაიმსახურე. ამაზე დიდი ჯილდო არსებობს და რო გაცდებოდა გაკვეთილი და დამირეკავდნენ სკოლიდან დაუშვათ. მე ვამბობდი ამას, ვთხოვდი რომ მე ყველა კლასი მაინტერესებს და ამიტომ დამირეკეთ რასაკვირველია ანაზღაურების გარეშე მე ყველა გაკვეთილს ჩავატარე. რო დამირეკავდნენ და უკვე იყვნენ იმასავით ბეღურებივით ფანჯარასთან ეს დაბალი კლასები და მე მე-9 კლასის ჩავთვლით, მე უკვე გამოსაშვებიც ყველა იმასავქენი, ყველას ვატარებდი გაკვეთილებს. როგორ ჟღურტულებდნენ, როგორ აკილდებოდნენ, როგორ აწილდებოდნენ, როგორ ჩიტებივით აფართხალდებოდნენ. უბრალოდ იმის მეშინდა ფანჯრიდან არ გადმოიწიონ ძალიან თქო. ამის გარეშე არ უნდა შეუშვა არც ერთი ადამიანი სკოლაში, თუ შენ ბავშვი არ გიყვარს. ხო და ეგ არის დღესავსია და აი ამ ბატონის სკოლის დირექტორის წერილმა ლაზარე ამაფორია ძალიან. აი ამაფორია. ჩვენი განხილვა რაც იყო, გისმენთ? ხო. დასრული თუ ისა. არა, всё. ანუ მან ის მომენტიც არის, რომ როცა ამ ადამიანმა ამ დირექტორმა ნახა ფსკერი, ანუ ადამიანის აი ფსკერი ადამიანის რა შეუძლია, კიდევ უფრო დიდი ფასი შეიძინა ქართული რო ცოდნოდა და მე არ ვიცი ხა ის რომელ ენაზე აზროვნებს. ქართულ ენაში განათლება რო ქვია სინამდვილეში, არაფრით სინათლე ადამიანის სულში. არჩევა ბლოკი აქვს მას იქ სადაც აქვს წინ წამოწეული მე. იქ არის ბლოკი. ანუ ინფორმაცია კი, ამიტომ იქცეს შეიძლება ადამიანი თქვა ფაშისტად, ანუ ინფორმაციულ ზომბად, იდეოლოგიურ ზომბად, მოდი ესე ვთქვა, ეგ უფრო მომეწონა, იდეოლოგიურ ზომბად, რომელსაც გული გაუხვავდა, გონებით ან სულ გაქვავებული ქონდა? სავარაუდოდ. აი ეგ არის სწორედ პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს და მერე უნდა იყოს. გაუქვავდა, მიიღო ეს ინფორმაცია twinით და გახდა ამ ინფორმაციით მართული, ანუ ინგავდა რობოტი, ხო?
ადამიანობა რო არ ქონდა იმიტომ, ანუ სულ სხვა ინფორმაცია, სულ სხვა განახლება არის ადამიანის სულში სინათლის ჩასვლის გზა და ხელოვნება. ლაზარე, ამ წერილმა აი ამდენი დრო წაიღო. იმიტომ რომ ამ წერილის არ განხილვადა თან შენთან ეგ არანაირად არ მომეწონებოდა. დღევანდელობის ტკივილიც არის ეს და ლაზარე, დღევანდელობის უზარმაზარი ტკივილია, ლაზარე. აი ცინიკურები გახადეს ბავშვები, შენ რატო უწყობ ხელს პედაგოგი რომ მოსწავლის გვერდით დადგება სიგარეტით ხელში, შენ როგორ მისცემ მას შენიშვნას. ლაზარე, ყველაზე მეტად ვაქცევდი ყურადღებას ბავშვებთან როგორ მივსულიყავი, როგორი შემოსილი. ოპერის თეატრში ვიცოდი რომ ოპერის თეატრს თავის სამოსი აქვს. ყოველ შემთხვევაში ესე იყო ჩემის დროს, სტუდენტობის დროს და შენ ეხლა სიგარეტს ერთად ეწევით, ერთად არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო. ლაპარაკობთ, მოდი ვიტყვი მაინც, რაც უნდა მეთქვა, ალბათ მიხვდებით. და მე ასწავლე რამეს. ვერა ბატონო, ის შენგან უნდა გადაიღოს, შენგან სწავლობს მეტყველების, ქცევის, ჩაცმის, ყველანაირ კულტურას შენგან იღებს და ლაზარე, შენ რო დღეს პედაგოგიური ფაკულტეტი არ აქვს და საშინელება მოვისმენე არ მინდა ახლა ამის თქმა ფიზკულტურის მასწავლებელი თურმე შეიყვანეს და არ ვაკნინებ ფიზკულტურის მასწავლებას, პატივს ვცემ თავის საგანში. მაგრამ მე ვერაფრით ვერ დაგიჯერებ, ლაზარე, შენ რომ მითხრა, რომ იცი რა მაინა, აი ეს ქალბატონი ან ბატონი არის ერთნაირად განათლებული სპორტში, ბიოლოგიაში და გეოგრაფიაში. გეხვეწებით, ვერაფრით ვერ მივიღებ, ლაზარე, მიუხედავად იმისა, რომ შენ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და შენი ცოდნის პატივის ცემა. ხო, შეიძლება ეს მომთხოვო, რომ მასაკენიო და კარგი. მოკლედ, ლაზარე, ჩვენ გახსოვს ვლაპარაკობდით, მე მგონი აქ არა, რომ ფიქრის ძალაზე ველაპარაკა. ეს, მაგრამ მე მასალებს ვაგროვებ, მაგრამ ცოტა დიდი დოზით არ გამოგვივა, მაგრამ ცოტა შევაპაროთ ხოლმე. მოდი შევაპაროთ ახლა. ფიქრის ძალა, ხო? ხო, ფიქრის ძალა. ეხლა უყურე, ლაზარე. მე მაქვს ახლა ის დამახსოვრებული 3 მხატვრის შესახებ. მეტიც არის, მაგრამ ამ 3 შესახებ მინდა, ესე იგი, მაყურებელს გავამახვილებიოთ ყურადღება. და რატომ? ეს ყველაფერი ფიქრის ძალის შედეგადაა. ფიქრის ძალამ განაპირობა. ეს ახლა რასაც მე ვიტყვი და განვიხილოთ. ესა იყო ასეთი მხატვარი ბრაგოლინი. რომელსაც ჰქონდა საოცარი ტილოები, მაგრამ ჩვენამდე მოაღწია ერთმა ტილომ მხოლოდ. და ესა ხატავდა აცრემლებულ ბავშვს. და იმის გამო რომ ბრაგოლინს ფული არ ქონდა გადაეხადა ნატურისთვის, ვინც ესე იგი შეასრულებდა იმ როლს, რაც მას სჭირდებოდა. ხო, ადგა და თავის შვილი გამოიყენა, შვილი, რომელსაც პანიკური შიში ქონდა ცეცხლისა. აი ცეცხლს ხედავდა, ბავშვი იყო პანიკაში საშინელში. და რა შვებოდა, იცი, ასანთი ზღერი მიქონდა მის სახესთან, რომ ბავშვს ქონოდა აი პანიკა, კიბილი, წიბილი და ცრემლი გამოვიდა საოცარი ბუნებრივი და საოცარი ის, მაგრამ რო უყურებ ამ ტილოს, ვერ მიუხედავად იმისა, რომ სულ ყოფილებ ამ სიამოვნებას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ შინაარსებიც დაწერის დახატვის შინაარსი. რა საკვირველია, ეს შინაარსებიცი. და რა მოხდა, ლაზარე, ესე იგი რომ ვეღარ გაუძლო ამ ბავშვმა, რომ ყოველდღე იმაშვება, ექსპლუატაციას ეწევა, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, ექსპლუატაციას ეწევა იმისას შვილისას, ხო? ბავშვი გამწარდა, ისე ბავშვი ალბათ 7 წლისა, 6-7 წლისა, ისე გამწარდა, რომ ცეცხლში დამწვარხარო. მამას უთხრა და გაიქცა სახლიდან. გაიქცა სახლიდან, ლაზარე, და ეს ნახატი შესრულდა.
ну მსგავსი ვერ ნახავ ასეთ კამკამად ცრემლს. ну ესე იგი ისეთი ცრემლი აღმოჩნდა კაკიშდები და ლაზარე ამ რატომ აქვს ახლა ამას რატომ მინდა რომ აღვნიშნოთ განსხვავებული ისტორია აქვს ლაზარე და როგორია ახლა ვეკეთვი. ესე იგი ძალიან ცოტა ხანში დაიწვა თვითონ ბრაკოლინი. ცეცხლში დამწვარხარო ხო უთხრა? სიტყვის ზალა. დაიწვა ცეცხლში, დაიწვა ყველაფერი გარშემო. გადარჩა ნახატი. გესმის? ამის შემდეგ გრძელდება რა, აი დღემდე სტილო იყიდება და იყიდება და იყიდება, მაგრამ ვინც იყიდა ყველა სახლში გაჩნდა აგიზგიზებული ხანძარი. უვნებლად რჩება ეს სტილო. ამიხსენი ახლა თუ რამე შეგიძლია მითხრა. ხო, იცი რა რე ჩვენ რო ვიცოდეთ რას ნიშნავს ადამიანს მიაყენო ღრმა გულის ტკივილი ალბათ უფრო გაგვიადვილდებოდა ადამიანებად ქცევა ყოფნა ქცევა ყოფნა აი უყურეთ როცა მე ვთქვი რომ ცოტა განვავწობ ანუ კი ლაზარე რომ ადამიანი უნდა ვიყო ადამიან ქმნადობა ეს არის უსასრულო პროცესი იმიტომ რომ ადამიანში არის რესურსი ეს პირდაპირ ესეა დაწერილი რომ ის არის ღვთის ხატი რას ნიშნავს პოტენცია არის მასში უსასრულო პოტენცია მისი ამ პოტენციის გააქტიურების შემთხვევაში იქცეს ღამერთად განხრტობა მე ამას რაღაც რელიგიური ფანატიზმის კუთხით კიდე მიუდგებით ესეა რელიგიურ ღვთისმეტყველებაში და მართლმადიდებლურ ტრადიციაში და ქრესტომატიურ საფუძვლებში რომ ადამიანს აქვს უსასრულო გამოღვიძების ანუ მისი სულიერი სამყაროს გააქტიურების დიდი რესურსი. დიახ. ამიტომ ადამიანად ქმნა აი მაგალითად მოვიდიოდი ახლა და ესე წარწერა იყო თქვა ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში. ადამიანთან ქმნა ვინაც ამ პრაქტიკას ასე ვთქვათ პრაქტიკა ამ შემთხვევაში ცუდი სიტყვა აი ამ სიცოცხლეს ამ დინარებაში ვინც არის შესული ამ ტალღაში ამ ყარში ხო? დიახ. მან იცის რა ძნელია ხშირად რო აღიქვა თუნდაც ქუჩაში რომ მიდიხარ სურათების აღქმა პაზლი ეწყობა გელაპარაკება ხო რა ქალაქი ხე ადამიანი კი პაზლი ეწყობა იმიტომ რომ ყველაფერი სინამდვილეში მოდი ესე ვთქვათ ხო არაფერი შემთხვევითი არ არის ვთქვათ ფოტოლი გადმოვარდა ჩვენ არ ვიცით ფოტლის გადმოვარდინს ერთი აი ყვითელი ფოტლის ან თუ გინდა ესეთი აი ზუსტად ორი შემოდგომის ფოტო ლაზარე ვიცით ბეხტერება რა ხო ჩვენ დავუბრუნდებით ამას კიდევ ხო ანუ რომ რატოც ვიყო ჩვენ არ ვიცით ჯინარსი ხო ჩვენ ვამბობთ საზოგადოებრივად ეხლა შეიძლება ცალკეულმა უნიკალურმა ჩვენ დავინტერესდით და მასაკენ რო ამას გრძნობ ჩვენ რო ყველაფერი ანუ გელაპარაკება ეს არის ადამიანად ქმნადობის პროცესი ანუ ეს არის უსაინტერესოესი რასაკვირველია ცოცხალი უნიკალი არის როგორ თქვა როიალის კლავიატურა რო უცებ გაწოცხლდეს და გაგიღვიძოს ოღონდ მუდმივად სხვადასხვა ასე ვთქვათ კომპოზიციები პირდაპირ კლასიკა რა გაგიღვიძოს დადიხარ გელაპარაკება ანუ ცოცხლდები წარმოგიდგენია რა ხდება ამ დროს ხო და ამიტომ მე როდესაც ვამბობ რომ ადამიანი იყო ეს არ არის იყო კი არა მუდმივად ჩართული იყო ადამიანად ქმნადობის პროცესში, ანუ მუდმივად ცოცხლობდა. მუდმივი პროცესია, რომელიც უკავშირდება იმ წამს, აი ახლა მე რო ვზივარ, ახლა მაგი. კი ბატონო. და აი ამ წამში თავისი უნიკალური სიცოცხლეა ჩატეული და ჩაწერილი, რომელიც მარადისობაა. და მე ეს უნდა განვიცოდოთ, თორე მე რომ მეტყვი 5 დღის მერე მოდი და დავსხდეთ და რაღაცა რა ვიცი მე 5 დღის მერე რა იქნება ან მოვალ და ან არა ან დამხვდები და ან არა ან ვიქნები ხასიათზე და ან არა ვთქვა პირობითად ის მაინც კომუნიზმია
ის ოცნებაა და ნამდვილია ეს დღეს რომ ვზივარ, მაგრამ თუ არ მაქვს ჩართული ადამიანობის ქმნადობის პროცესი, ადამიანი თუ არ ხვდები, უმარილოა ეს ჭიქაც, ეს მაგიდაც, ჩვენი შეხვედრაც, მადლი არ აქვს, რატო? არ ახლავს ღმერთი. მაგრამ თუ კი წამს ახლავს ღმერთი და ვთქვათ ის ბავშვი, მოდი დაუბრუნდეთ ამ ეპიზოდს. ბრაგოლინს. ბავშვი ზის. მან იმხელა ტკივილი შეიძლება შოკი, მოდი ესე. შოკი ყოველდღიური თან. სტრესი რა მასშტაბის წამს. მან იმხელა შეიძლება ტკივილი, შოკი, მით უმეტეს მშობელია, ხო? განიცადა რომ მასში ღმერთი ალაპარაკდა. ღმერთი ხო, გამორიცხული კი არა, ნამდვილად მასეა. თან ეს ბავშვი რახან შედეგი დაიდოს კატასტროფული რა, დაიწვა ის და იწვის ყველა, თქვათ, ეს ასეა. ზუსტად ეხლა მე დიდი ნდობა ტილო აბსოლუტურად მთელი რჩება. ტილო რჩება, იმიტომ რომ იმან ხელოვნებას შეწირა. თავის ქმნილებას ხელოვნებას შეწირა ბავშვის გულის ტკივილი, ხელოვნება წინ დააყენა. კი ბატონო, დარჩა ის როგორც შედევრი. დიახ, შედევრი. საუკუნეების. ეხლა უყურე ლაზარე, დედა ბავშვს არ ყავდა, ხო? დედა რო ყოლოდა ესე იგი ბავშვი რომელიც მამას შეყურებდა რომ ის დაიცავს ყველანაირი ტკივილისაგან და აღმოჩნდა აბსოლუტურად დაუცველი და მარტო მთელ ამოდენა სამყაროში. მაგრამ ხო, სულს ეგარი რა აზრის ფიქრის ძალა. მე ვამზადებ კიდევ მასალებს ამაზე. იმიტომ რომ უყურე შემოვიდა, თქვათ მე ის ბავშვი ვარ, ჯვარი მეწეროს და ჯვარი ეწეროს ყველას რო ესეთი უბედო გადაიტანოს. მე ვზივარ, ხო? ხედება ის ჩემ თავს. შემოვიდა ტკივილი ჯერ ტვინში. ბუნებრივ. მერე გატარდა ეს გულში. მოიცვა მთელი სხეული. ხო, ჩათვალე რომ მეხი დამეცა. ეს მეხი რო დამეცა, ეს ხوار გაქრება, კაცო, ეს აზრი, ეს ფიქრი, რატო არ დაბინავდა იქ, რა თქმა უნდა, ღმერთისგან წარმომავალი ენერგია, რომელიც ნამდვილია და ჩემში გატარდა, აუცილებლად მატერიალიზდება. ესეა საერთოდ ყველა ნამდვილი იდეის ადამიანი გულში ატარებს იმ იდეას და ამიტომ ახდენს მატერიალიზებას, დაკრისტალებას ცხოვრებაში. ლაზარე, ხوار დამრთავნებას ჩვენ თანაწამყვანები ვართ, რომ ორი მხატვრის შესახებაც გითხრა და საერთო ანალიზი მოგვახსენეთ მე. ეხლა ხო ვასწრებთ. კი. ლაზარე, ეხლა ჩვენ განვიხილეთ ბრაგოლინი, ხო? ბრაგოლინის შემთხვევა განვიხილეთ. ტკივილი ბუდიზმს მოგიხდი ერთ ვიტყვი რა. ჩვენ ხშირად ადვილად ვატკენთ ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად უზადოა ჩვენს მიმართ, უნაკლო, გესმის? ნიმენდობი როგორი ხია? და გონია რომ გავიარეთ და გაკარა, ის ბუმერანგია და მოხდება ძალიან მტკივნეულად. ძალიან. ყველა შემთხვევაში, ესეც ის არის ფიქრი, აზრი, რომელიც ძალად იქცევა ბუდიზმს მოგიხდი. არა, რას ამბობ? ძალიან მაინტერესებს იგივე ფენომენი დაუშვათ რეპინის შესახებ. რეპინმა ხო ვინც დახატა? ყველა გარდაიცვალა. და მე ხვეწებოდნენ, რომ არ დამხატყო. ესეც ხო უცნაურია და მე კიდევ იყო სერგეი პაპოვ. ხატვარი, რომელმაც მე მგონი ჩვენი თანამედროვეცაა, რომელმაც დახატა უზარმაზარი ტილო, რომელსაც უწოდა აპოკალიფსისი. და უყურე ლაზარე, ამ უზარმაზარ ტილოზე რამდენიმე მოვლენა ასახა. გაიგე და ის ყველა მოვლენა რომელიც პოპოვის ტილოზე აისახა, სათაურს ხედავ, აპოკალიფსისი, ყველაფერი ახდა. და ეხლა არის აკანკალებული, შეჩერებული. და ებუბრებიან, რატო არ აგრძელებ ხატვას? სერგეი პაპოვ. ეს უკრაინაში ხوار ცხოვრობს.
მე მგონი უკრაინაში. ხო, რაღაცა მქონი ერთხელ კონტაქტი და უბრალოდ გამახსენდა, მაგრამ პაპოვი იყო თუ არა. ანუ კისებით ფორმაში ვერ წინასწარმეტყველებს, ასე ვთქვათ. ტილოზე. ნუ ეს ისე ლაზარე როგორ შეიძლება იმის ახსნა? აი გახსოვს ბეხტერევამ რო თქვა? მომავალი განსაზღვრულია. აბატონო, როგორ ხატავს თუ კი არ არის განსაზღვრული ის რაც უნდა მოხდეს? ან რაც უნდა მოხდა უკვე. აი პოპოვის შემთხვევაში რამდენიმე ეპიზოდი მოხდა. ხო, აბსოლუტურად. ხო და ეხლა კაცი შეშინებულია. არა, მიგდებული აქვს ტილო, მაგრამ ტილო მიაგდე რამდენიც გინდა. იქ რაც შენ ჩაფიქრებული გქონდა, იქ აისახა, გადაიდო იმ ტილოზე. რახანის პირველი ეპიზოდი ახდა, მეორე ახდა, მესამე ახდა, მეოთხე ახდა. ის მეხუთე რიგში დგას უკვე. შენ რომც არ ასახო ტილოზე. აბა ბლაზარე. ნუ იცით რა არის, ნამდვილი შემოქმედის სინამდვილეში მხოლოდ ის არის, ვინც ზეცას აკრისტალებს სიტყვაში, ან ნახატში, ან მუსიკაში. ანუ ნამდვილი შემოქმედი არის შუამავალი. ის გამტარია. კი. ამიტომ რატო არ შეიძლება რომ გამტარს მიეწოდოს ინფორმაცია იმისთვის რომ მან განასხვავოს. უბრალოდ არჩეულია ის რომ მან გაატაროს, ხო? კი ბატონო. ამის თქმით. ამიტომ იმან კი თქვა ტილო გადადო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის მაგას ვამბობ, არა. გამტარია. გამტარია ის ყველაფერი. ჩვეულებრივი ამბავი გონია, მაინც ჩვეულებრივი თვალით უყურებ. ანუ არაფერი არ ნამდვილი შემოქმედის ყველა შემთხვევაში გამტარია. თუ არა და იგონებს ის რომ შემოქმედი. იცი რა არის? მაგალითად ლიტერატურათმცოდნეობაში არის ესეთი ტერმინი, რომელსაც მე არ ვეთანხმებ. აბა რო ლიტერატურა ეს გამონაგონის ხელოვნება არ არის, გამონაგონის ხელოვნება რო იყოს ნამდვილი ლიტერატურა, დროს ვერ გაუძლებდა. ანუ დრო რახან ვერ შლის დიდ ლიტერატურას, ხო? ხო, აი რაღაც ვერ დავეთანხმე თითქოს. ხო, ანუ მე დავჯდები და მოვიფიქრებ ლიტერატურას არ მჯერა. ლიტერატურა ეს არის მუზა, ნამდვილი ლიტერატურა, რომელიც უნდა გეწვიოს. ხო, რომელიც უნდა გეწვიოს და საიდან უნდა გეწვიოს? ხო. ეხლა ეს არ არის მე რაღაცა ჩაალაგა ჩანთა და მოვიდა ლაზარესთან. არ არის ეს ამას უკან დიდი წვა, ტანჯვა, ანუ გამოწვა ადამიანის უნდა მოხდეს, რომ ის გახდეს გამტარი, ხო? ამიტომ ესე იგი ნამდვილი მწერალი ვთქვა არის აუცილებლად არის შუამავალი ზეცასა და მიწას შორის ის ადამიანებს უხსნის უხატავს ეუბნება ოღონდ კი არ უხადაგებს უხატავს იმიტომ რომ მხატვრობას თავისი სხვა ძალა აქვს მხატვრობა მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე მისი აღქმა უფრო ბრძაყ უხმო პოეზია შეგიძლია ესე უწოდო რატომაც არა სტილოს მხატვრობა რატომაც არა აბა იქ თუ არ არის მუსიკა თუნდაც იქ თუ არ არის ანუ იქ თუ არ არის არა ამ მატერიალური სამყაროს სიღრმეში მე ვეძახი ამას რა იცი რომ გაიხსნა ადამიანს კორიდორი ხო აი ეს მაგიდა ვთქვა ეს კამი გადავეკიდე ამ მაგიდას დღეს ზივარც დაბარავად მერე ეს მაგრამ ამას თავი ეს გარეთაა გარსია ამას რო წარმოვიდგინოთ რომ ამას აქვს სადღაც აქ შესასვლელი და შედიხარ შიგნითაში ანუ მატერიალური სამყაროს შიდა აი ოღონდ შენ რომ წერალი ხარ ანუ მხატვარი ხარ ან მუსიკოსი ეს შიდა პორტალი გაგიხსნეს რო შედი გაეცარ რამდენი პატივია რა თქმა უნდა პატივიც არის და ტანჯვაც არის ტანჯვის გარეშე ვერ შექმნი მღერებულს ვერ შეხვალ ხო ვერა ღირებულს ვერ შექმნი დაგათვალიერებინეს და გითხრეს მერე აი გაეცანი შიდა სამყაროს მოდი ახლა და დაუხატე იცი რა არის შემოქმედებას თავისი პლუსი რა აქვს როცა ადამიანს ჭკუას ასწავლი ის აპრიორში არღებულობს მაგრამ როცა უხატა ხო ის იმის გრძნობებზე და თან შენ კი არ ხარ ასე ვთქვათ უპირატესი მასწავლებელი რომელიც უხადაგებ არამედ შენ ხარ ადამიანი რომელიც უხატავ და დანარჩენი შენ თვითონ იფიქრე უვნები შენ თვითონ გადაწყვიტე შენ თვითონ შემოქმედება დიდი რამეა ნამდვილი რას სამბობ ეს არის სწორედ სხვათა შორის ფიქრი რომელსაც აქვს და ნაფიქრალი შედეგი მერე კი და ამას და შედეგი პირველ რიგში ადამიანების ცნობიერებაში ადამიანებს
ცვლი, იმიტომ რომ თუ ნამდვილია, შეხედა და ვიდრე შეხედავ და სხვა იყო და რო შეხედა იმის მერე სხვა ხდება. ლაზარე, როგორ მეშინია ხოლმე? აი პარტყეულებაზე დაუშვათ ხო სადღაც. ძირითადად სულ მიმართლებს. ისეთ იმაში ვარ, მაგრამ როგორ მეშინია თუ ადამიანს აქვს უფლება-მოსილება რა მუსიკა მან აირჩიოს ამ საღამოსთვის შერჩეული დაუშვათ თავისთვის რაც მოხდა. როგორ მეშინია ხოლმე ვიდრე ის ბგერა გახმოვანდება. რომ მე უკვე იმით ვიცნობ ადამიანს, რას უსმენს. და ყოველთვის აი რაღაცნაირად შინაგანად ვარ ისა ხო იგრძენია რა შინაგანად ვარ მოუსვენრად ვერ ვიტყვი. ფორიაკო. ხო, აფორიაკებული ეგ უფრო მოუხდება, იმიტომ რომ მე არ მინდა გავწმილდე მასში ვიდრე გავიცანი თვალები შევხედე, всё მორჩა, ეს უკვე ეს შეფასება ადამიანისა უკვე თვალებს რო შეხედავ, მაგრამ ფიქრობ ხოლმე რომ მაინც აი მუსიკის დროს ვერავარ თავისუფლად რომ მე არ გავწმილდე იმაში, ვინც დაუშვათ ჩავთვალე რომ ახალი გაცნობილებია ესა, ხო? აი ვინც ჩავთვალე დაუშვათ რაღაც შინაარსიან ადამიანად ეს არ დარჩეს ჩემი ისა განწყობა იმიტომ რომ მუსიკა ძალიან ისეთი მაღალი ინტელექტი რასაკვირველია და ამას რომ მოусმენ ხოლმე და ტექსტიც არანაკლები ტექსტიც შენ რას უსმენ უკვე შენ იმას ახდენ რა ქვიან მანიფესტაციას ლაზარე ხო იმიტომ რომ შენ უსმენ იმას რაც გავს შენ შინაგანს რასაკვირველია სადაც ეკო შენ ხა ვერ გადასცემ უცხო ადამიანზე ვამბობ ჩემს სურვილს ის და ჩემ მოწონების ხარისხს ის ვერ განსაზღვრავს გინდა მუსიკა იყოს გინდა ლიტერატურა იყოს და გინდა მხატვრული ტილო იყოს ხო აი ესეთი რაღაც და ლაზარე დღეს ხო მოწმე ხარ ლაზარე რომ ჩვენ არ უნდა შევხვდროდეთ და მოხდა ისე აი ისე შეგვიწყო ხელი ძალიან მინდოდა ეს თემა განმეხილა აი ეს კანტის წუხილი რომ რა არის ადამიანი არის უსაზღვროდ განვითარებადი ცხელი მდინარე ცხელი ოღონდ იმიტომ რომ სიცივეში ადამიანად ვერ ჩამოყალიბდება ზევა ამოდია ცხელი ნიშნავს დუღარე ზოგჯერ ოღონდ ის ვითარდება ანუ მიედინება და მიედინება ვულკანის მასასავით ვულკანამდე შეიძლება მივიდეს კარგი შემეშინდა რა თქმა უნდა ღმერთი ჭეშმარიტება ალბათ რა ვიცი მარტო ტკბილი და დაშაქრული ის ხო არ იქნება რაღაც ჩამარმელადებული კი მაგრამ ცხელმა შემაშინა ცხელი არ არის ხა ჩვენ რა არის ნელ-ნელა ეჩვევა რაც უფრო ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი მით უფრო ეჩვევა ის ცხოვრების სიმდუღარეს და გარკვეული მომენტიდან როგორც მე ვხვდები ჩემი მოკლე ჭკუით გამოდის და აკვირდება გარედან თავის თავს იმიტომ რომ თუ შიგნით დარჩა და თავის მეში თავის ეგოში ჩაიწვება მართლა ის უნდა ნელ-ნელა გამოვიდეს და გარედან უყუროს თუ რა ემართება მას ანუ თავის სასურველი ტემპერატურიდან ხო უკვე როგორ იცი უკვე მაღლდება რა მაგ დროს ანუ მას ემართება ზღაპარი სინამდვილეში ყველა ადამიანს რომელიც მასზე არ არის დამოკიდებული თლად ანუ ზღაპარი ემართება ადამიანს ცხოვრება ეხლა მაგალითად ჩვენ ხო ზივარ და ვსაუბრობთ ოდესმე წლების წინ ვიფიქრებდით რომ ამ სტუდიაში თქვათ აი ამ ყვავილებთან ერთად თუ ფოთლებთან შემოდგომის ფოთლებთან რომელიც ბეხტერევამ აგვიხსნა რომ რატომ ცილდება ხეს ისა ამას აუცილებელს ნათარგმნი მაქვს წინასწარ განუსაზღვრელია რატო იმიტომ რომ მდინარეა კი ეხლა მდინარეს ნაკლებს საშიშრად რომ მოგვეჩვენოს იმიტომ ამბობთ რომ რამე რო იყოს რაც უფრო იზრდება ადამიანი ნამდვილად ვულკანია მანამ
კი, აი არ მინდა რომ დაბუშვა ლაზარე, თორე ფაქტია. წარმომავლობა არის ცეცხლი, მზე. ღმერთი მოდის სიყვარული დავარქვა თუ მინდა რომ არ შევშინდეთ. სინამდვილეში სიყვარულია, ხო, ის სიყვარულია და სიყვარულის აწევა, გაწევა და დატევა ეგრე ადვილი არ არის. სიცივე ადვილი. იმას აული, ამას აული, იმას ჩაული და აიხურა ხუც ხოში ნათაცახონსა. ლაზარე. ხო. ესე იგი თან მიხარია რომ ვერ ვასწრებთ და თან ეს და ქუჩა განუხილველი. ეს ისეთი მასალაა. ხო არა. მიხარია. აი რა მიხარია, იცი? ლაზარე, უბრალოდ 10 ადამიანიც რო იყოს ახლა მაყურებელი ჩვენი ან მსმენელი ან რაც გვინდა დავარქვათ 10 ადამიანიც რო იყოს რაც გამორიცხულია ხათი როგორ იქნება და მათ მოეწონათ და ეს ჩაუჯდათ ღმერთის და აბრაამის დიალოგი ხო გახსოვს 10-იც რო იყოსო ხო არ მოგიდეხებსო ანუ სინამდვილეში 10 ადამიანი ამ სიტყვის მნიშვნელობით 10 ბოძია კი რასაკვირველია რატო იმიტომ რომ რეალურად ბოძია იმიტომ მოგსაკვიატებ ხო რეალურად ბოძია იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ის არის ცის და მიწის შემაერთებელი ანუ მატერიის დია საყრდენი კი ბატონო საყრდენი კი ბატონო ქართულში ქვია დედა ბოძი კი დედა ბოძი ანუ იმას ეყრდნობა ასე რომ 10 ადამიანი თუ მაგარი მოგებული ვართ რასაკვირველია ლაზარე ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას თავარი ხარისხიანი მასალის მოსმენა რომ მე მქონდეს ის განცდა რომ ვიწვალე დაბუშვათ და ისა 2 წუთი დაგვრჩა გონი შეიძლება ერთიც დაუმატოს. კარგი. ხოდა, აი ესეთი ის არის, მე ვიქნები ძალიან კმაყოფილი. ლაზარე, მე რომ მუშაობ, მაგიდა მაქვს, ესე იგი, მაგიდაც ტახტის ნახევარით სამზარეულო მაქვს დაპყრობილი. ხო. და ესე იგი ამდენ მასალას რო გადავხედავ და აი იქ მეგულება უირა საინტერესო თარგმანი მაქვს გაკეთებული. იქ კიდევ სხვა და მე კი ამას ვეღარ ვუძლებ, მაგრამ ისეთი ისა ვარ ახტაცებული ლაზარე, იმდენად დიდი მუხტია ესა. სკივრი როა იმას ცოდნის სკივრი. ხო, ეს ახლა ცოდნის სკივრიდან ამოვიღე ეს. ხო, და მაგასო. მაის კიდე პატარა ტერიტორია გაქვს დაპყრობილი, ხო. და არ დაგავიწყდეს ლაზარე, რომ 3-5 მასალა სამუშაო ის რაც ამერიკაში თქონდა და ის წამოღებული 5-ში მიდევს კიდევ. ასე რომ ბევრია. ის საინტერესო მასალა რომელიც შეიძლება ღმერთს ამისთვის და მადლობა ლაზარე აი ახლა მაგის გაგრძელებას ვიტყვი მე მადლობა ლაზარეს რომ მადლობა დღეს რომ ჩემ მაყურებელთან ისე პრინციპში ჩვენ მაყურებელთან ხო შესახვედრად მოგწანდით და ტელევიზიის რასაკვირველია და მაყურებელს მინდა დავემშვიდობო შემდეგი ხუთშაბათის არა ხვალა ხუთშაბათს 10 საათამდე და შემდეგი ხუთშაბათი უკვე შემდეგი სტუმარი გვეყოლება დიდი მადლობა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ